ყოველივე ამის შემდეგ კამერის გათიშვიდან რა თქმა უნდა დავეტაკე და ერთი სიტყვაც არ შევაჩინე. მოვყევი ყველაფერი, რა იყო, როგორ იყო 2000 წელს, იმიტომ რომ 1000 ჯერ მაქვს გახსენებული, გადახსენებული, გამოკითხული ჩემს მოწმეებთანაც და მეუბნება წადი და დამიმტკიცე, რომ მე შენ გითხარი ეს სიტყვები. ანუ საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც მე მასთან მივედი, განგებ შემაპარა საუბარი თითქოს და ერთ ბავშვს ექნებოდა ნაკლი და ის მისი სიტყვები. მოგეშლება მოცელი ჩვენთან მოხვალ, არ მოგეშლება და მიხვალ ბოლომდე, მაინც ჩვენთან მოხვალო. იმედია ეხა მასთან მიდის ეს სასწრაფო, მაგრამ ყველამ უნდა იცოცხლოს, არავის არაფერი არ უნდა დაემართოს, მანამ სანამ მე არ ვიპოვი ბავშვებს. და ცალი-თვალით უნდა მიყურონ მერე ციხის გისოსებიდან. არავის რომ არ დავინდობ ეს ვუთხარი, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და დაავადებებისა, ვისაც არ უფიქრია ჩემზე, მეც არ ვიფიქრებ მაგაცე მეთქი და პირველ რიგში. პირველი თანამონაწილე, როგორც ვუთხარი, ხარ მეთქი შენ, კონსულტაცია და შემდეგ უკვე სამშობიარო. გაოცთა ჩანაწერებში რატომ არ ხარო და მამის სამართებს გარდაცვლილ ექიმთან, რომელიც ასევე დამისახელა მან. თუმცა ეხლა რა თქმა უნდა აღარ დავიჯერე და ვუპასუხე, რომ არ არის ფაქტი, მე მივიღვა ექიმმა. იქნება და მივიღო სულ სხვამ. ამ დროს მისი თანაშემწე ქალბატონი, ასაკის ქალბატონი, მეუბნება, რომ ამ საკითხზე მე თურმე მივიღე პასუხი და ვიმშობიარე 5 თვეზე და პატარა იყო ნაყოფიო. ქალბატონო, მეთქი თქვენ ვიღაცაში ხომ არ გეშლებით, მე არანაირი პასუხი არ მიმიღია. მეუბნება, რომ თითქოს ჩემი და იყო მისული. ჩემი და ეხლა ვერ ჩამოფრინდებოდა საზღვარგარეთიდან და ვერ მივიდო და წლები არ ყოფილა აქეთ. როგორც ჩანს, კიდევ არსებობს სხვა ოჯახი, ვინც ედავება აღნიშნულ ხონელიძის კლინიკას. ყველას ლიცენზიების შეჩერებას მოვითხოვ, რაც არის გასაკეთებელი და ჩასატარებელი უმკაცრესი ზომები და რეაგირება ყველაფერს მოვითხოვ. როგორ გადაირია ჩაწერაზე კი დაინახეთ და ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანმა, რომელსაც მე 2 წლის წინ მივადექი, პირველებს ეხოსკოპისტს, გინეკოლოგს კონსულტაციის გამგეს. სწორედ ეს არის ის მთავარი მაფიოზები, ვინც არიან ამ საქმეში ჩართული. ასევე შევახსენე, რომ 2000 წელს ბატონ ხონელიძეზე წუწუნებდა, რომ ეხოსკოპიის აპარატზე ენანებოდა თანხა და არ ყიდულობდა მისთვის და ეს ორსულ ქალებს აგზავნიდა თბილისში ტატიშვილთან. ესენით შევახსენე. კაცს ვთხოვ, თუ არაფერ შუაში ხარ, რატო გაქვს პრობლემა შენი ხმის ჩაწერის? თუ არაფერ შუაში ხარ, მითხარი ვინ იყო იურისტი, მითხარი ვინ იყო ექიმი, განყოფილების გამგე, რაზეც მეუბნება, რომ არაფერი არ ახლავს, ეს იმდენი წლის წინ იყო. ამ დროს წამოდგა ქალბატონი, უნდა ვაღიარო, რომელმაც მითხრა მისმა თანაშემწემ, რომ მინდა დედაშვილურად დაგეხმარო და მითხარი რა და როგორ მოხდაო. და ვთხოვე, თუ დახმარება უნდა, თუ არაფერ შუაში არ არის, ეს რა დღეში არის მეთქი, ახლა ეს კაცი აქ თქო. და როდესაც მე მას მივაკითხე 2000 წელს, ზუსტად ეს იყო მისი სიტყვები, მოწმე მყავს დედაჩემი, რადგანაც დედაჩემთან ერთად ვიყავი მასთან ეხოსკოპიაზე და ბავშვები რომ გარდაცვლილები არ იყვნენ მე-7 თვეში, ივნისის თვეში, ამტკიცებს ის, რომ ჩემი დედამთილი, როგორც კი სამშობიაროში ამოვყავი თავი, გაიქცა და კონსულტაციაში ეხოსკოპისტაც და ექიმსაც ეჩხუბა. 2 დღის წინ ვიყავით კონსულტაციაზე და ბავშვების გარდაცვალებაზე არაფერი გითქვამთო და ეხლა რა მოხდაო. რა თქმა უნდა, როგორც ჩანს დაამშვიდეს და აწნალეს, მოატყუეს, არ ვიცი რა ტყუილი უთხრეს, რადგანაც გარდაცვლილია და ვერ ვკითხავ და კითხონ ამათმა, ოღონდ ჯერ ცოტა ხანი მიყურონ. და ასევე ეს ქალბატონი მეუბნება, რომ თითქოს 7 თვის ნაყოფი როგორ იცოცხლდა, რაზეც სასწაული რეაქცია მქონდა და რასაც ქვია დავეჯახე თავით ამ ქალბატონს, რას მეუბნები მეთქი, მე ადამიანს, რომელიც 22 წლიდან შვილებს ვეძებ და 22 წლიდან ჩართული ვარ ამ საქმეებში და ფაქტი დასტური მაქვს იმისა, რომ 5 თვის ბავშვები ყავდათ ინკუბატორში, ზრდიდნენ და 7 თვეზე აშვილებდნენ. რაზეც დაიწყო სიცილე, რა ვიცი აბა, ჩემებს რატომ ვერ დაეხმარენ, ჩემებს რატომ ვერ უშველენ. არ ვიცი რა მოვიდა მისიანებს, ვინ არიან, რა არიან და სულ არ მაინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ ჩემს საქმეს მივყვები. და ქალბატონი მეუბნება, ერთ-ერთ
კლინიკის იმდროინდელ მოწინავე ექიმის სახელს და გვარს, ის რას ამბობსო. რა თქმა უნდა, ის იქნება მომდევნო. უბრალოდ ჯერ მინდა ყველაფერი იურიდიულად, სამართლებრივად პოლიციასთან შეთანხმებით გავაკეთო და არ დავასწრო მათ. გადაიდო რამოდენიმე ხნით ამ ქალბატონის ნახვა და ვნახოთ სად მივა კვალი. ხოლო აწითლებულ, აპიმპილებულ, აჭარხალებულ ეხოსკოპისტს, რომელიც მეუბნება, რომ ნერვები უნდა მიშალო ხა მთელი დღეო, უკაცრავად მეთქი მთელი დღე და წუთიერად ნერვი გეშლება და მე რო 2022 წლიდან შვილებს ვეძებ და ამ საქმეში ვარ და ვერსად ვერ პოულობ მეთქი. თქვენი აზრით, ღამეები რომ მარძინავს, ეს კარგი არის, თქო? და ჩემთან მერე რა გინდაო? მოკლედ, ბატონო ეხოსკოპისტო. სავარაუდოდ თქვენი შვილებიც, როგორც დანარჩენების შვილებიც, გამოვლენ ჩემთან კავშირზე და კვალზე. სულ რაღაც დათვლილი დრო და დღეები დარჩა იქამდე, რომ მე დავასახელებ ყველა სახელებს და გვარებს. ნახევარი ქუთაისი რომ იყოს დასაჭერი, დაჭერილი უნდა იქნას და ციხეზე ერთმანეთს აბრალონ, ერთმანეთი ამხილონ, რაც უნდათ ის გააკეთონ. არც ჩაქარის აწევა მაინტერესებს, არც თირკმლის ამოღება და არც ნახევარ ქალობა და წნევები და გარდაცვლილი შვილები. როგორც ადამიანმა, როგორც ქალმა და როგორც დედამ, ბებიამ, მე თქვენთან ვერაფერს ვერ გავედი. ასე რომ, სამართლებრივად, აბსოლუტურად ყველა გზას მივმართავ, ყველა ხერხს გამოვიყენებ და ყველგან, სადაც საჭირო იქნება, დავასახელებ თქვენს სახელებს და გვარებს, რომ ახლანდელმა თაობამ გაიგოს 4 წლის წინაც თქვენს კლინიკაში მსგავსი ფაქტი მოხდა. უბრალოდ თქვენსგან განსხვავებით ღვთისმიერი ექიმი იყო, რომელმაც ერთი ამბავი ატეხა, ახალშობილი ჯამრთელი, სრულიად ჯამრთელი, რატომ იყო ჩაწერილი გარდაცვლილ ბავშვებში და პროზექტურაში გადასაყვან სიებში. რის შედეგადაც თქვენი კლინიკიდან წავიდა 2 თანამშრომელი, როგორც კლინიკიდან, ასევე ქვეყნიდან.